სამოქალაქო შარტულობის ცენტრმა გამოთქვა ინიციატივა, რომ 18 სექტემბერი გამოცხადდეს საქართველოში პატიმართა წამების საწინააღმდეგო დღეც. შეგახსენებთ, რომ შარშან 18 სექტემბერს 2012 წელს ღამის 10 საათზე გამოქვეყნდა პირველი კადრები პატიმრების ცემის და წამების და გაუპატიურების. და ჩვენ ხამე საზოგადოების ნაწილი, ვინც ახლა გვართ, შენი ინიციატივით დაიწყო ფილარმონიასთან აქციები. იმ დღესვე დაიწყო აქციები, Facebook-ით, ტელეფონით მოხდა ამ ყოველთვის ორგანიზება და შემდეგ სტუდენტები გამოვიდნენ და მთელი საზოგადოება დადგა პირზე. ამიტომ ჩვენ გავიხსენებთ დღევანდელი დღე. ზოგადად რეგიონი არის პრობლემური, რომ ჩვენს რეგიონში, როგორც საქართველოში, აზერბაიჯანში, სასულთეთში, თურქეთში, რუსეთში, სულურად ყველგან ხდება პატიმრების წამება და ეს არის მასობრივი. აქედან გამომდინარე ჩვენ გმობთ პატიმართა წამებას, რა თქმა უნდა ზოგადად წამებას გმობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატიმრებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მსგავსი მოვლენები აღარ განვითარდება. ეს სიმბოლური აქცია, ეხლა ამას აქციას ვერ დააჭმე, შეკრება, რომ დავიხსენოთ და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის, თუ რა მოხდა ჩვენი გარშემო ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში რა ხდებოდა და უფრო მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა გავიაზროთ ის პრობლემა, რაც იყო, იმიტომ რომ ალბათ მე რასაც ბოლო დროს ვფიქრობ, ეს არ იყო მხოლოდ რაღაც ერთი ხელისუფლების, თუნდაც ავტორიტარული ხელისუფლება, რომელიც იყო ამის დანაშაული. ალბათ სადღაც უფრო დიდი შეცდომა დაუშვით საზოგადოება, არ ვიცი, განათლების სისტემაში სადღაც, იმიტომ რომ მე ვერ ხვდები როგორ შეიძლებოდა, რომ ჩვენ გარშემო ეგეთი რაღაც მომხდარიყოთ ერთი თანამოქალაქეების ჯგუფი მეორე თანამოქალაქეებს ესე როგორ შეიძლება მოქცეოდა. ასე რომ ეს არის სიმბოლური გახსენება, ადამიანები შეიკრიბნენ, რომელიც შარშან ბევრი არის, შარშან ამ დღეებში ვიბრძოდით იმისთვის, რომ სისტემა ნანგრეულიყო. ნაწილობრივ პირველი პლაცდარმი სისტემით მე ვფიქრობ დაინგრა, ანუ რაღაც შიში და ტერორი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცაა კიდე გასაკეთებელი სისტემის სრული დემონტაჟისთვის, იმიტომ რომ ბევრი შეხედულებები, სტერეოტიპები, მოქმედების სტილი და ასე შემდეგ კიდევ ცოცხალია ჩვენ ხელისუფლებაში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ის იყო დასაწყისი და გასაგრძელებელია კიდე ალბათ მრავალი წლის განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი აღიქვამს და სისტემა საბოლოოდ დაინგრეს.